ისევე სამარცხვინო არის თვითონ ეს გადაწყვეტილება ამ სამმართველოს შექმნის და რაღაცნაირად შავი ლაქა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და პირიქით ეს ამას გვიჩვენებს, რომ რეჟიმი არათუ არ გაჩერდება, არამედ კიდევ უფრო რეპრესიული ხდება, ეს უკანონობის დაკანონება გრძელდება და პრინციპში პრაქტიკაში დავინახავთ უკვე ეს სამმართველო როგორ იმოქმედებს. ფაქტობრივად მათ აქვთ უკვე განუსაზღვრელი ძალაუფლება და ნებისმიერ აზრზე, ნებისმიერ მოქმედებაზე, ნებისმიერ კომენტარზე მათ უკვე შეუძლიათ შემოგვედაონ და თქვათ ადამიანები დააპატიმრონ, დააჯარიმონ და ასე შემდეგ, ხო? მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ აი ქართული ოცნების მთელ აი ამ რაღაცა ელიტას რო შევხედოთ, თუ კი ვინმე არის მართლა აი ამ ქვეყანაში, ვინც სიძულვილის ენას და უზრდელობას იყენებს, ეს არიან თქვათ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხო? დაწყებული ყაველაშვილით და გაგრძელებული, რა ვიცი, ნებისმიერი ჩინოვნიკი, სამხარაძე იქნება ეს თუ სხვა. თუ კი ჩვენ ამ რეჟიმს არ დავასრულებთ, რაც უფრო გადის, ეს უფრო უარესი და უარესი იქნება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ შორის აი ამ წამალს არ აძლევენ, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ეს ყინული რაღაცა დაიძრას პროცესი, ანუ არსად არ უნდათ რომ რაღაც დათმობაზე წავიდნენ და ხა ბავშვების სიცოცხლეზე არის ლაპარაკი და ამას არ თმობენ და ნუ ცხადია იქ რო თქვათ ადამიანების დამწყვლევას და დაპატიმრებას და დაჯარიმებას თქვათ არაფერი გააჩერებს.